და დიდი ვეზირის ადგილას დანიშნა კავკასიელების კონკურენტი ალბანელი, ბოსნიაკი, არნაუტი, მაგრამ აჰმედი დანიშნა ეგვიპტის მმართველად, მაგრამ რა თქმა უნდა ქართველი ამით არ იყო კმაყოფილი და როგორც კი ჩამოვიდა იმ წუთში მოელაპარაკა ადგილობრივ ჩერქესებს და ადგილობრივ ქართველებს და გამოაცხადა თავისთან დამოუკიდებელ სულთნად, ეგვიპტის დამოუკიდებელ სულთნად. ამის საწინააღმდეგოდ გამოაგზავნა სულთანმა ხადი მეჰმედ პაშა, რა თქმა უნდა ქართველი ისევ და მან მის მერე 2 საუკუნის განმავლობაში გაბატონდა თურქეთის გუბერნია. გახდა, მაგრამ გუბერნატორები ხშირად რა თქმა უნდა ისევ ქართველები იყვნენ უკვე თურქული წარმოშობის. გადატეხა მოხდა 1768 წელს და ეს მოვლენა აღწერილი არის ალიბეის ბუნტის ისტორიაში, რომელიც დაწერა ცნობილმა ფრანგულმა მოგზაურმა სოვერ ლუზინიანმა და აღწერილია ამ წიგნში, როგორ მოვიდა ხელისუფლებაში ალიბეი ალ-კაბირ, რომელიც იყო მღებრიშვილი აფხაზეთიდან, სამეგრელოდან და რომელიც გახდა ეგვიპტეს დამოუკიდებელი სულთანი. რა თქმა უნდა, მერე მოხდა უამრავი ქართული აფხაზური წარმოშობის. მერე რა თქმა უნდა მოხდა უთანხმოებები და ღალატები და საკუთარმა თავის გოგოს ქმარმა მუჰამედ ბეი აბუ ალ-დაჰაბ მან მოკლა ალიბეი ალ-კაბირი, მაგრამ დროთა განმავლობაში ისევ და ისევ ბევრი ღალატის და სულთნის შეცვლის შემდეგ ხელისუფლებაში მოვიდნენ მისი მეგობრები, 2 მეგობარი, ქართველი იბრაგიმ ბეი და მურად ბეი. ესენი უკვე სულთა ქართველები იყვნენ. იბრაგიმ ბეი იყო აბრაამ შინჯიკაშვილი და მისი სამხრეთის, ანუ სუდანისკენ ქვედა, ანუ ზედა ეგვიპტის სულთანი კი არა, ბეი იყო მურად ბეი, რომელიც დაბადებული იყო თბილისში. იბრაგიმ ბეი დაიბადა მარტყოფში. აი ეს არის თბილისთან დაიბადა. აი აქ მარტყოფში. აი ეს არის მარტყოფის მონასტერი და სადღაც აი რომელიღაცა შენობა, რაღაცა იყო აშენებული იმ თანხებით, რომელიც მან გადმოაგზავნა ეგვიპტიდან. იბრაგიმ ჩვეულებრივი მეომრიდან დაიწყო და გახდა ყაიროს უფროსი. როდესაც მოხდა სულთანი, მან ხელში ჩაიგდო ხელისუფლება ეგვიპტეში, მაგრამ სამშობლოს ულახსოვდა და აფინანსებდა მშენებლობას თავის მშობლიურ მარტყოფში. ამ პერიოდის შემდეგ უკვე ეგვიპტეში მხოლოდ ძირითადად ქართველები კავკასიიდან მიდიოდნენ და მათ შორის საქართველოდან 9-18 ბეებიდან იყო ეთნიკურად ქართველი და ისინი, როგორც წერდნენ სხვა მოგზაურები, იყვნენ და თავის სისუფთავეს იცავდნენ. რასობრივ სისუფთავეს ქართველი მამლუქები ეგვიპტეში თხოვდნენ მხოლოდ ქართველ გოგოებს მონების ბაზრიდან. მათი შვილები ლაპარაკობდნენ მხოლოდ ქართულად, ისინი სვამდნენ ღვინოს და ბევრი ქართველი და კავკასიელი არა ტყვეობით, არამედ ნებაყოფლობით მიდიოდნენ სამუშაოდ, კარიერის გასაკეთებლად მდიდარ შორეულ ქვეყანაში და ზუსტად ისევე როგორც დღევანდელ დღეს. ხშირად ჩადიოდნენ ნათესავები საქართველოდან, მამლუქები აგზავნიდნენ საჩუქრებს და აშენებდნენ, აფინანსებდნენ მშენებლობას საქართველოში. შესაბამისად, იმ დროს როცა ნაპოლეონი შემოვიდა ეგვიპტეში და მას ჰქონდა უარყოფითი დამოკიდებულება ქართველი ტირანების, ეგრეთ წოდებული ქართველები ტირანების მიმართ, ცოტა გარკვეული დროის განმავლობაში მიხვდა, რომ ხელისუფლების ხელში ჩაგდება ერთია, მაგრამ ამის განხორციელება ძალიან ძნელია.
და შესაბამისად ისევ ნელა დაიწყო ქართველი მამლუქების დასაქმება და დაბრუნება თავის მმართველ პოზიციებზე. დიდი როლი ამაში ითამაშა ქართველმა მეუღლემ მურად ბეის მეუღლემ ალი ბეის შვილმა ალკაბირის გოგომ, როდესაც ნაპოლეონი კაირში შევიდა აი გამარჯვების შემდეგ, ის ქალბატონი გამოვიდა ნაპოლეონის წინაშე, ნაპოლეონს მოუწია ცხენიდან ჩამოსვლა და ისე მისალმებული იყო ამ ულამაზეს ქალს. აღმოაჩინა ნაპოლეონმა, რომ მურად ბეის კაიროში მშვენიერი მოვლილი ყურძნის მტევნები და ყურძნის ყურძნები ჰქონდა გაშენებული, რამაც გააკვირვა ფრანგი ჯარისკაცები. ეს ქალბატონი ძალიან ახლო ურთიერთობდა ფრანგებთან და შესაბამისად ბევრი დაპატიმრებული მამლუქები გამოუშვეს, აღადგინეს თავის პოზიციებზე და ესე გრძელდებოდა მათი ხელისუფლება, როდესაც სამხრეთ ეგვიპტეში ფრანგები ვაფშე საერთოდ არ გამოჩენილან და მაგას მართავდა მურად ბეი და იბრაგიმ ბეი და მურად ბეი ეს ორი ეს წყვილი აგრძელებდა ეგვიპტის მმართველობას. ამასობაში ინგლისის ფლოტი ნელსონის მეთაურობით გაანადგურა ფრანგული ფლოტი აბუკაირში და შესაბამისად გაანადგურა ყველა შესაძლებლობა ნაპოლეონის ჯარისთვის დაბრუნდეს საფრანგეთში. ზუსტად ამ დროს ნაპოლეონის ძმამ საფრანგეთის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ შეატყობინა, რომ ეხლა ესეთი დრო დადგა რევოლუციური, რომ იყო შანსი საფრანგეთის ხელისუფლების ჩაგდების და ნაპოლეონი დაბრუნდა პარიზში 1799 წელს და სასწრაფოდ დაბრუნდა. შესაბამისად სულთანმა გამოაგზავნა თავის ჯარი ინგლისელების დასახმარებლად, ვინაიდან აი ესეთ სიტუაცია ნაპოლეონი წავიდა და დარჩა ჯარი ვითომ და უპატრონოდ. რა ჯარი გამოაგზავნა, რა რაზმი გამოაგზავნა სულთანმა, რა თქმა უნდა, ქართველი გენერლის მურად ბეი იუსუფ ზაიადინ ფაშა, რომელიც რა თქმა უნდა იყო ქართველი წარმოშობის, ამასზე მეტყველებდნენ აგრეთვე რუსეთის ელჩი ტამარა და ფრანგული დიპლომატი ამადეი ჟობერი. ეს ჯარი მოდიოდა სირიიდან. შესაბამისად ბრძოლა იყო ძალიან ძნელად წარმოსადგენი, მოაზრო, ამიტომ ფრანგები უნდა გასულიყვნენ ეგვიპტიდან და დაბრუნებულიყვნენ საფრანგეთში, მაგრამ უზარმაზარი არა, მაგრამ გამოსვლილი ფრანგული არმიის კონტინგენტის გაჩენა საფრანგეთში ინგლისელებისთვის იყო ძალიან ძნელი და რუსი ელჩი ტამარა შესთავაზა, რომ ყველა ფრანგი მოეკლათ. რა თქმა უნდა, ეს ნამეტანი იყო ინგლისელებმა ეს არ მიიღეს, მაგრამ ამის მიუხედავად გაგრძელდა მარში ამ იუსუფზის მამლუქების იბრაგიმ ბეის და 20,000-იანი ინგლისური ჯარის კაირის მიმართულებით. და საფრანგეთის 13,000-იანი გარნიზონი დანებდა და გადაწყდა, რომ ეს 13,000 გადაიყვანეს გემებით საფრანგეთში იარაღის გარაში. მაგრამ სიტუაცია ისე რთული იყო, იმიტომ რომ გაუგებრული იყო ვინ უნდა დარჩენილიყო მმართველად, თურქები, ინგლისელები თუ მამლუქები. ფრანგებიც არ იყო გამონაკლისი, ვინაიდან ინგლისი ამაზეც თანახმა იყო, იმ შემთხვევაში თუ საფრანგეთი არ დაემუქრებოდა ინდოეთს. ამასობაში იმის და მიუხედავად თურქებმა გამოაცხადეს თავისი სუვერენიტეტის აღდგენა ეგვიპტეზე, იბრაგიმ ბეის და მურად ბეის მამლუქები მართავდნენ ეგვიპტეს სულ არცენო ყურადღებას ამ გამოცხადებას. თურქები მიიხვდნენ, რომ მამლუქები რა თქმა უნდა ინგლისელების პატრონობით გათამავდნენ და დაიწყეს ქმედება პირველ რიგში შეეზღუდეს კავკასიისთან მონების მიდინება ეგვიპტეში. და ეს იყო რა თქმა უნდა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ხერხი მამლუქების წინააღმდეგ. როდესაც რამოდენიმე მამლუქი დააკავეს თურქებმა, ისინი გაიქცნენ
ინგლისელების ბანაკში გენერალმა ჰაჩინსონმა და რამსეიმ თურქებს მოთხოვეს კატეგორიულად რომ მამლუქებს არ დაჩაგრონ და თურქებს ეწყინათ ესა და დაწერეს წერილი ინგლისელებს დაუწერეს რომ ინგლისელები არ უნდა ჩაერიონ შიდა მუსულმანურ პრობლემებში და ყველა 2500 მამლუქი რომელიც იყო ახლო გააგზავნეს ინგლისის ბანაკში რომ მათ თვითონ დაადასტურონ რომ არ არიან უკმაყოფილოები მაგრამ ეს მამლუქები თურქებს უკვე აღარ დაუბრუნდნენ შესაბამისად ინგლისელებმა ყველა ისინი გადაიყვანეს ზედა ეგვიპტეში ანუ სუდანის საზღვრისკენ სადაც მმართველობას აგზელებდნენ მურად ბეი და ებრაგიმ ბეი დაიწყო ინგლისელების ინიციატივით დაიწყო მოლაპარაკებები ზედა ეგვიპტეში მამლუქების სახელმწიფოს ოფიციალ გამოუკიდებელ მამლუქების სახელმწიფოს ოფიციალურ აღიარების შესახებ 1802 წელს ინგლისელები განიხილავდნენ